გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით ყველას და მინდა გითხრათ, რომ გაშლას ვაკეთებ კურუებისთვის. ზოგადად კურუებისთვის გაშლა იქნება 3 ვარიანტზე. მინდა ვნახოთ თუ რას თავაზობს და რა შემოაქვს კურუებისთვის და კურუების ცხოვრებაში ახალ მთვარეობას. პირველი ვარიანტი მეორე ვარიანტი პირველი, მეორე და მესამე ვარიანტი, 3 ვარიანტად გვექნება. ანუ ცოტა ფართე მიმოხილვას გავაკეთებთ კურუებისთვის. რა შემოდის კურუებისთვის ახალ მთვარეობის სიძლიერით. პირველი, მეორე, მესამე, 3 ვარიანტი. პირველი ვარიანტია ყვითელი ფერის დიზაინი, მეორე ფერადი წლის ბორბალის დიზაინი და მესამე ასეთი მწვანე ფერის დიზაინი. იმედია ყველა კარგად ჩანს. აი, ნახეთ მეგობრებო, პირველი ვარიანტი, მეორე და მესამე. დააკვირდით და აირჩიეთ კარგად, რომელი ვარიანტიც უფრო მეტად მიგიზიდავთ, შესაძლებელია ზუსტად ის რეზონირდეს თქვენზე. წინააღმდეგ შემთხვევაში კი მოусმინეთ სამივეს და თქვენ თვითონ მიხვდებით რა ესაბამება თქვენ ცხოვრებას და რა შემოდის თქვენ ცხოვრებაში. მე ვიწყებ პირველი ვარიანტით, ვინც აირჩია ყვითელი ფერის დიზაინი. კურუები, ეს არის კურუებისთვის კურუები, რომელიც გზას ინათებენ. აქვს ცხოვრებაში რაღაც პრობლემები და ახლა არიან ზუსტად იმ ეტაპზე, თუ რა გამოსავალი ნახონ ამა თუ იმ პრობლემაზე, ინათებენ გზებს და ცდილობენ გაიკვლიონ გზები და თავი დააწვინონ არსებულ პრობლემას და რა შემოდის შემოთავაზება. მეგობრებო, შემოდის შემოთავაზება და ვიღაცის შემოთავაზებით დააღწევთ იმ პრობლემას თავს, თუ რა პრობლემაც გაქვთ ახლა. ზოგ შეიძლება ბევრთან იყოს სასიყვარულო სფეროსთან არსებული პრობლემა და ვისთანაც სასიყვარულო სფეროსთან დაკავშირებით არის პრობლემა, აქ არის დედოფალი, რომელიც ჭირვეულობს და კიდევ ბავშვის ენერგიებშია და შემოთავაზებით მას აქვს პაჟური შემოთავაზება და რა იქნება პაჟური შემოთავაზებით? პაჟური შემოთავაზებით იქნება გაჩერებული მდგომარეობის დაცვა. ანუ იქ ვისანაც სასიყვარულო სფერო არის გაჩერებული და სწორედ ეს არის თქვენი სტრესის მომტანი, მინდა გითხრათ, რომ ადამიანი გთავაზობთ პატარა რაღაცას და ამ პატარა რაღაც შემოთავაზებით ხდება შერიგება. ხდება შერიგება, ადამიანი ახლა ფიქრობს, ფიქრის პროცესშია და მუშაობს ამ თემასთან დაკავშირებით, თუ რა შემოგთავაზოთ, რათა შეერიგოს თავის ჭირვეული დედოფალი. და მინდა გითხრათ, რომ ეს თქვენი პაჟი, რომელიც პაჟის ენერგიებით არის და გთავაზობთ რაღაცას, როდესაც გზას გამონახავს და შერიგება მოხდება, კიდევ უფრო მეტი დიდი ენერგიებში გადავა ეს ურთიერთობა და პაჟური ენერგიებიდან გადადის რაინდის ენერგიებში და შემოგთავაზოთ უფრო გაცილებით მეც. მაგრამ პირველ ეტაპზე იქნება პაჟური ენერგიებით გადმოდგმული ნაბიჯი. აქ უფრო ისეთი კურუები მყავს, რომელიც უფრო ბავშვურ ასაკშია, 20 წლიდან 25 წლამდე. არის ჭირვეული დედოფალი, რომელსაც შეირიგებენ
პატარა ბამბანერკით, შამპანიურით ან სადმე დაპატიშებით. ხოლო შემდეგ ურთიერთობა უფრო იზრდება და გადადის მაღალ ენერგიებში. არის გამარჯვება სეიმოვს ეგრეთ წოდებული პაჟი, რომელიც იზრდება რაინდის ენერგიებით და შემდეგ უკვე ბოლოს მეფის ენერგიებით, ანუ ეხლა ჭირვეული ახალგაზრდები, კურუები შესაძლებელია ცოტა ხანში დაქორწინდნენ არა ეხლავი, არამედ ეს ენერგიები გთავაზობთ, ანუ ახალ მთვარეობას თქვენთან მოაქვს შერიგების მერე ურთიერთობის უფრო მაღალ ეტაპზე გადასვლა და მაღალი ეტაპიდან უფრო მაღალ საფეხურზე ასვლა, რომელიც დაფიქსირდება ქორწინებით და მინდა გითხრათ, რომ შესაძლებელია ზოგთან ეს მამაკაცი, რომელიც ახლა პაჟურ ენერგიაში იმყოფება, შესაძლებელია იყოს ფორმიანი. მიუხედავად იმისა, რომ 20 დიდ დასაქმზე არ გვაქვს საუბარი და მიეკუთვნება 20-დან 25 წლის ასაკს, შესაძლებელია სწავლობდეს ისეთ სფეროზე, ისეთ განხრაზე, სადაც საჭიროებდეს ფორმა. მისი პროფესია იყოს ისეთი, რომ ჭირდებოდეს სამსახურო სფეროში ჭირდებოდეს ფორმის დარება. მე ამით დაგემშვიდობებით კურუებს, ვინც აირჩია პირველი ვარიანტი და გადავედი მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტი, ვინც აირჩია ასეთი ლამაზი დიზაინი, რომელსაც ეძახიან წლის ფორმალს და რა ენერგიებში ხართ, აქ არის ბედნიერი ოჯახი, ბედნიერი წყვილი ბავშვებთან ერთად. ანუ აქ არის უკვე ოჯახი შექმნილი, ოჯახი, რომელიც შესაძლებელია ბედნიერებისთვის დაცვასაც კი იყენებდეს. და რა მოდის მათ ცხოვრებაში კიდევ თუ უკვე არის ამ მდგომარეობაში, რაც შემოიტანს კიდე უკუეთეს ეს ახალმთვარეობა. და თუ არ ხართ ამ ენერგიებში, მეორე ვარიანტი ის ამომრჩევლები მალე იქნებით. არა, აქ არის ბედნიერი ლაღი ოჯახი, ჰარმონიები, ბედნიერი ქალბატონი, რომელმაც ყველაფერს მიაღწია, ქალბატონი, რომელიც ჩაკეტილობიდან გამოვიდა და ამ დროისთვის სრულყოფილად გრძნობს თავს, შესაძლებელია იყო წყენა წარსულში, ქალბატონს ჰქონდა გული გაცებული, მაგრამ ამ დროისათვის დასტაბილურებულია ყველაფერი და თუ ამ დროისთვის არ არის დასტაბილურებული, ძალიან მალე დასტაბილურდება. და იქ ვისთანაც ეს ერთ ვარიანტად და მეორე ვარიანტად ვისთანაც იყო სიცივე ურთიერთობაში, მინდა გითხრათ, რომ ძალიან მალე დათვება ურთიერთობა და არა მარტო დათვება, არამედ აქ არის გარანტირებული ქორწინება, აქ არის გარანტირებული ქორწინება ორ წყვილს შორის, სადაც ჩაკეტილობიდან მალე გამოხვალთ, შერიგდებით და არა მარტო შერიგდებით, არამედ ყველაფერი ქორწინით დაგვირგვინდება. აქ არის ხმლების რაინდი, რომელმაც გადაწყვეტა პრობლემის მოგვარება, რომელიც გამოდის ცივი ენერგიებიდან, ჩაკეტილი ენერგიებიდან და უკვე დგავს ნაბიჯებს, მოიჩქარის ნაბიჯების გადმოსადგმელად და ურთიერთობის დასათბობად, სადაც ურთიერთობა კი არ დათბება, არამედ ქორწილით დაგვირგვინდება. ასე რომ უნდა მოვემზადოთ ქორწილში საკეიფოდ. ხმლების რაინდთან იყო ხმლების დედოფალი, რომელიც გამოდიან გაყინული ენერგიებიდან
და ქორწინების შემდეგ ძალიან მალე მათ ცხოვრებაში შემოაღამხიარულება, ბედნიერება და ეს მხიარულება შესაძლებელია ეხებოდეს ჩანასახს, რათა ქორწინების შემდეგ ძალიან მალე გაიგებთ ამბავს ჩანასახის შესახებ. აქ შეიძლება თქვენ ცხოვრებაში გამოჩნდეს უმცროსი მამაკაცი, რომელიც შეიძლება იყოს მამა, გეკუთვნოდეთ მამა, რომელიც ფინანსებით დაგეხმარებათ ამ ურთიერთობის მოსაგვარებლად, ან კიდევ ეს იქნება ქორწილისთვის გაღებული ფინანსები. აქ არის ბედნიერება, მხიარულება, ფეხმძიმე დედოფალი, ანუ ურთიერთობა, სადაც იყო გაცილებული და ორი წყვილი რიგდება ერთმანეთთან, მოდის ქორწინება და ქორწინების შემდეგ მალევე ფეხმძიმება ამ ყველაფერს გთავაზობთ სამყარო. ეს არის ის, რასაც ვერავინ წინ ვერ გადუდგება. გილოცავთ და ულევ ბედნიერებას გისურვებთ. და ახლა გადავედი ყურუებთან, რომელმაც არიჩვია მესამე ვარიანტი და ვნახოთ რა იქნება ყურუების ცხოვრებაში. მესამე ვარიანტის ამორჩევლებისთვის აქ არის ადამიანი, რომელიც შესაძლებელია ძალიან ბევრს ლოცულობდეს, შესაძლებელია ძალიან ბევრ მედიტაციებს ატარებდეს მიზნის მისაღწევად. აქ არის ადამიანი, რომელიც გონებრივად გადაღლილია, გონებრივად ძალიან ბევრს ფიქრობს და იზიდავს ენერგიებს წარმატებისთვის. შესაძლებელია ის ახალმთარეობაზედაც იზიდავდეს დადებით ენერგიებს. ყოველ შემთხვევაში აქვს ქალბატონს, რომელსაც სურვილი აქვს, რომელსაც ძალიან დიდი სურვილი აქვს ცხოვრებაში მისაღწევი. იმისათვის რომ თავის სურვილი რეალობად აქციოს, ქალბატონი ძალიან ბევრს ფიქრობს, არიხევს უკან მედიტაციებზე, ლოცვებზე და ყველანაირ შანსს შეიძლება ითქვას იყენებდეს ცხოვრებაში. ეს მანდილოსანი რაღაცას ელოდება გზაზე, რაღაცის მოლოდინშია, ან ვიღაცის მოლოდინშია და მინდა გითხრათ ისიც, რომ ადამიანმა იმისთვის, რომ თავის სურვილს მიაღწიოს, ძალიან ცოტა აკლია. თითქმის ერთი ნაბიჯი აქვს გადასათქმელი, გადალახოს ის წინააღმდეგობა, ის წინაღობა, რაც ხევს უშლის სურვილის მისაღწევად. და ძალიან ბევრთან მინდა გითხრათ, რომ ეს სურვილი იქნება სასიყვარულო სფეროში. სასიყვარულო სფეროს მიეკუთვნება სასიყვარულო სფეროს. აქ არის ემოციებით სავსე მამაკაცი, რომელიც ისევე ფიქრობს თქვენზე, როგორც თქვენ. თუ თქვენ სავიცლიერად არანაკლებ თქვენზე. ადამიანი შეიძლება ახლა აქ ემოციები ცოტა შენელებული იყოს და სწორედ ამიტომ გესაჭიროებათ მედიტაციები, სწორედ ამიტომ იყენებთ ყველანაირი ძალას თქვენ ცხოვრებაში მამაკაცის შემოსასვლელად. თუ მამაკაცი გაბრუნებულია თქვენ ცხოვრებაში, ან წასულია რაღაც მიზეზების გამო, შესაძლებელია ადამიანი გაცილებული არ იყოს თქვენზე, უბრალოდ სამსახურეობრივი სფერო გაშორებდეთ ერთმანეთს. თუ ასია, მაშინ მინდა გითხრათ, რომ ეს მამაკაცი ეძებს გზებს მოსასვლელად. და ვისთანაც ურთიერთობა გაცივებულია, ადამიანი ფიქრობს თუ როგორ გააღვიძოს ურთიერთობა, რა გზა გამონახოს და როგორ მოვიდეს თქვენთან ავსილით ასებით. ყოველ შემთხვევაში თქვენ ხართ მანდილოსანი, რომელიც უკვე ამ მამაკაცს მოელით და თითქოს შინაგანი ძალა კარნახობთ, რომ ის თქვენთან დაბრუნდება ძალიან მალე. თქვენ ეს განცდა უკვე გაქვთ დაგრძნობით და მინდა გითხრათ, რომ თქვენი გრძნობები და განცდები სიმართლეს წააგავს, სიმართლეს კი არ წააგავს და მინდა გითხრათ, რომ რეალობაში
აქ გიხდებათ ეს ყველაფერი, რადგან მამაკაც ძალიან იზიდავთ და თუ თქვენ მის მოსასვლელად გზებს გაჰყურებთ და მედიტაციებს ატარებთ, არანაკლებ ფიქრობს თქვენზე, ისიც ცდილობს თუ როგორ მოვიდეს თქვენთან, უბრალოდ მამაკაცს არ უნდა მოვიდეს თქვენთან ცარიელი ხელებით, მამაკაციც ცდილობს გამონახოს გზები თქვენთან ისე მოსასვლელად, როგორც თქვენ შეგეფერებათ, თქვენ ძალიან იზიდავთ ამ მამაკაცს და ძალიან მალე შემოვა თქვენ ცხოვრებაში და შესაძლებელია იზეიმოთ კიდევაც მამაკაცის დაბრუნება, ან კიდევ მეგობრებთან ერთად მხიარული დრო გაატაროთ. აქ არის მამაკაცი, უფრო მეტთან დაფიქსირდება მამაკაცი, რომელთანაც სამსახურეობრივი სფერო გაშორეთ, სამსახურეობრივი სფეროს გამო ვერ ნახულობთ ერთმანეთს ხშირად და შესაძლებელია აქ იყოს დიდი მონატრება ორ ადამიანს შორის, მაგრამ აქ არის ორი ადამიანი, რომელიც ერთმანეთს იზიდავს და მალე დაასტაბილურებენ ურთიერთობას, ანუ აქ მოხდება სამსახურეობრივი სფეროს და სასიყვარულო სფეროს, ანუ ოჯახური სფეროს ერთმანეთთან შესაბამისობა. თუ ადამიანი ბევრ დროს უთმობს სამუშაოს, მაშინ მინდა გითხრათ, რომ ადამიანი დაასტაბილურებს საათებს ისე, რომ არც სამუშაოში დაიწვას და არც ოჯახურ ურთიერთობაში, ანუ ერთნაირი დრო დაუთმოს სამსახურ სფეროსა და ოჯახურ ურთიერთობას. აქაც არის ფეხმძიმე მანდილოსანი, ასე რომ წყვილის ურთიერთობა გადადის ერთი ეტაპიდან მეორე ეტაპზე. თუ ვისმესან იყო რაღაც შეჩერებული და ცოტა ცივი ენერგიებით იყო განშორება, მინდა გითხრათ, რომ აქაც როდესაც მამაკაცი შემოვა თქვენ ცხოვრებაში და შემოვა ძალიან მალე, აქაც მოხდება ფეხმძიმება. თუ თქვენ უკვე შვილი ჰყავთ, მაშინ უნდა გითხრათ, რომ მოემზადოთ მეორე შვილისთვის, მეორე ბავშვისთვის, რადგან აქ მამაკაცის შემოსვლის მერე ხდება აქ ხდება ჩანასახი და აქ არის ფეხმძიმე იმპერატრიცა და მაღალი ძალები თქვენც ასევე, როგორც მეორე ვარიანტის ამომრჩევლებს, თქვენც ასევე ამ ყველაფერს გთავაზობთ სამყარო და სამართლიანობას, რომელსაც მაღალი ძალები მიიჩნევს საჭიროდ. ანუ თქვენ ცხოვრებაში ამ ყველაფრის მოხდენას მაღალი ძალები მიიჩნევს საჭიროდ და ამ ყველაფერს წინ ვეღარაფერი გადუდგება. აქ არის 3 მაღალი არკანი დაფიქსირებული, არა 3, არამედ 4 მაღალი ძალები, სამჯეროს სამართალი, შეყვარებულები და ფეხმძიმე იმპერატრიცა, რაც იმას მიუთითებს, რომ სამყარო მაღალი ძალების სამართლიანობის მხრივ თქვენ ჩუქნით სიყვარულს და სიყვარულის საფუძველზე წამოსულ ფეხმძიმობას, სიყვარულის საფუძველზე წამოსულ პატარას, ასე რომ მედისხადამშენია მოშენება და მომრავლება გისურვოთ. ასე რომ ბევრი კურიების შემთხვევაში, რადგან მეორე ვარიანტის ამომრჩევლებისთვისაც და მესამე ვარიანტის ამომრჩევლებისთვისაც საფიქსირდა ფეხმძიმება, ანუ ბევრი კურიების ცხოვრებაში შემოდის პატარა. მე მოშენებას და გამრავლებას გისურვებთ და მომავალ შეხვედრამდე.